რაც შეეხება ნაზავის მომზადებას, მკაცრად უნდა დაიცვათ მომზადების ინსტრუქცია. არ უნდა გააზავოთ წყლით ზედმეტად ან ნაკლებად, უნდა გამოიყენოთ ადუღებული და გაგრილებული წყალი. ადუღებული წყალი უნდა გაგრილდეს, რადგან არ დაიშალოს თერმოლაბილური ვიტამინები, განსაკუთრებით C ვიტამინი რძის ნარევში. გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის კოვზი ფხვნილის ამოსაღებად, რადგან კოვზის მოცულობა შეიძლება განსხვავდებოდეს. ნაზავის მოსამზადებლად რეკომენდებულია ფტორიანი წყლის გამოყენება და იმ ადგილებში, სადაც ფტორიანი წყალი ხელმიუწვდომელია, მაშინ ფტორის წვეთები უნდა დავამატოთ 6 თვის ასაკის შემდეგ კარიესის პრევენციისთვის. ნაზავი იხსნება და ინახება მაცივარში 24 საათამდე. ფხვნილი კი უნდა ინახებოდეს გრილ, მშრალ ადგილას და გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 4 კვირის განმავლობაში. მაცივრიდან გამოღებული ნაზავი უნდა გამოიყენოთ 2 საათში ან გადაღვაროთ. რძის ნაზავის გათბობა უნდა მოხდეს თბილი წყლის აბაზანაში 5 წუთი.